საღამო მშვიდობის უყურებთ ქრონიკას 20 საათზე ხათია ხვათაძესთან ერთად. ცენზურა ევროკომისიისგან და სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევა. ამერიკის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი მოკვლევას აგრძელებს. რა სხვებიან დაზარალებულები ამერიკაში და როგორია საქართველოს ნეგატიური გამოცდილება. ჰელსინკის კომისიის სანდოობას ვაშინგტონშიც სეჩქვეშ აყენებენ, რატომ აქვს სახიფათო უცხოელი აქტორების მიერ კომპრომეტირებულ კომისიას. ნეიტრალური საქართველო ევროინტეგრაციის შესახებ დებატებს ითხოვს, რას ამბობს ხელისუფლება. დამხობის მცდელობა და მორიგი სასამართლო პროცესი, ბრალდებულები ისევ თავს იმართლებენ. ერთი დღე ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე საქართველოს პრეზიდენტი მილანშია. ნიშნულოვანი ფორმატი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირებისათვის პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო მთავრობათა სამიტის შედეგები შეაჯამა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურს 150-მდე ქვეყნის 6000-მდე დელეგატისთვის მიმართვის პანელურ დისკუსიებში მონაწილეობის და ორმხრივი შეხვედრების შესაძლებლობა ჰქონდა. ნინო არღვლიანი დუბაიდან გვერდება. მსოფლიო მთავრობათა სამიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით კარგი პლატფორმაა არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად, არამედ იმაზე სასაუბროთ, თუ როგორ მოახერხა საქართველომ გეოპოლიტიკური საფრთხეების რეგიონში არსებული კონფლიქტების პარალელურად პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ეკონომიკის გაზრდა. დუბაიში დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, არამედ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს საუბრის მთავარი თემა კი ჩვენს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო იყო. მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებს საქართველოს სტაბილურ პროგნოზირებად და გრძელვადიან თანამშრომლობას თავაზობს. უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელები სწორედ ინვესტიციების განსახორციელებლად საქართველოს პრემიერმა საქართველოში დაპატიჟა. ხარიან შეგრებილი სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიტიკური ლიდერები, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, პოტენციური ინვესტორები და რა თქმა უნდა ამ ფორმატს ვიყენებთ მაქსიმალურად აქტიურად, მათ შორის იმისათვის, რომ ორხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ. ჰქონდათ მათ შორის მინისტრებს იმის საშუალება, რომ გასაუბრებოდნენ საკუთარ კოლეგებს, ასევე პოტენციური ინვესტორებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით და მე მქონდა პირადად საშუალება გამოსულიყავი როგორც პლენარულ ფორმატში, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში და მესაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის ჩვენს ეკონომიკურ წინსვლაზე და ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალზე. პოლიტიკური სტაბილურობა, სწორი საგადასახადო პოლიტიკა, დაბალი გადასახადები, ნაკლები ბიუროკრატია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ეს ყველაფერი განაპირობებს არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, არამედ იმას, რომ ინვესტორებისთვის საქართველოს სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება. ამის საუკეთესო მაგალითი კი Eagle Hills-ია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 6,5 მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური გარემო, სათანადო კანონმდებლობა, ჩვენ გვაქვს დაბალი გადასახადები, რაც არის ძალიან მომგებიანი ბუნებრივია ბიზნესის კეთებისთვის ჩვენს ქვეყანაში. და თქვენ იცით, რომ ყველა ობიექტური რეიტინგის თანახმად საქართველოს უჭირავს ძალიან მაღალი პოზიციები, არის მარტივი ბიუროკრატია, რაიმე დაბრკოლების გარეშე არის შესაძლებელი, ბიზნესის წამოწყება, ბიზნესის კეთება ჩვენს ქვეყანაში და კორუფციისგან თავისუფლება. ამ კუთხედაც თქვენ იცით, რომ ძალიან მაღალი პოზიციები გვიჭირავს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში. ასევე ყველა ხედავს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაჩვენებლით ვართ პირველ ადგილზე ევროპაში, გასული 5 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.3%, ასეთი მაჩვენებელი არ აქვს არავის. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ყველა ხედავს, რომ საქართველოში მომგებიანია ფულის დაბანდება, საქართველოში მომგებიანია ბიზნესის კეთება და მას მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ და ამ გარემოებით მაქსიმალურად უნდა ვისარგებლოთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდათ რამდენიმე დღის განმავლობაში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. დღეს კი დუბაიში ვიზიტი დასრულდა. მადლობა, ეს ნინო არღვლიანი იყო. სხვა ქვეყნების საკუთარი პოლიტიკური გემოვნებით მოწყობის მცდელობა საქართველოს არ უყვირს. ის რაც ახლა ვაშინგტონში განიხილება, საქართველოში არაერთ არჩევნებზე ნათლად გამოჩნდა.
ოპოზიციისთვის, რომელიც სწორედ გარეჩარევების გამოყენებით ცდილობს თვითგადარჩენას, პრობლემის ამერიკაში აღიარებაც არაფერს ცვლის. სოფო ბერეზის სიუჟეტი. ყველამ საკუთარი თვალით იხილა, როგორ ერეოდა ევროპული ბიუროკრატია 2024 წლის არჩევნებში, ასევე მაგალითად 2021 წლებში, როგორ ერეოდა არჩევნების არაღიარების პროცესში. საქართველოს მთავრობის მეთაური ამ უხეში პრაქტიკის გამოსწორების აუცილებლობაზე საუბრობს. სხვა შემთხვევაში თბილისში მიიჩნევენ, რომ ბრიუსელი ევროპულ ღირებულებებს ღალატობს. ამას უკვე ხმამაღლა ამბობს ვაშინგტონიც და წერს შეერთებული შტატების კონგრესის იურიდიული კომიტეტიც. იმ ანგარიში, რომელიც მეორე დღეა განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. თავის დროზე ევროპა გამოირჩეოდა დემოკრატიის მაღალი ხარისხით, სამართლის უსანაესობის მაღალი ხარისხით, სათანადო პრინციპები იყო დაცული და დღეს ყველა მიმართულებით არის სერიოზული უკუსლა, რასაც არის ყურადღება გამახვილებული ამერიკულ დოკუმენტში. კონგრესის მამხილებელი ანგარიში ქართულ ოპოზიციას უხერხულობის საფუძვლად ექცა. ორდღიანი წვალების შემდეგაც კი ხელისუფლების ოპონენტებს შორის არავის ყოფნის პოლიტიკური კლასი, რათა ახლა მაინც აღიარონ, რომ 4 წელია საქართველოს ხელისუფლება სიმართლეს ამბობს. ვაშინგტონის მიერ ბრიუსელის მწვავე კრიტიკის ფონზეც კი ნაციონალური მოძრაობა ისევ ამტკიცებს, რომ დემოკრატიული ტრანსფორმაცია საქართველოს სჭირდება და არა ევროკავშირს. მას ვიზით შეერთებულ შტატებში დაწერეს, რომ 6 ქვეყნის 8 არჩევნებში ჩაერია. ჭირდება დემოკრატიული ტრანსფორმაცია ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში და არა ევროკავშირს, ვინაიდან ევროკავშირში ცხადია გადაწყვეტილებები იღება დემოკრატიული წესით. ჩვენ სხვა კონტექსტი გვაქვს ადგილობრივად, ჩვენს ქვეყანაში არის ოცნების რეჟიმი. ბოლო არჩევნებზე 1,200,000 ადამიანმა აირჩია, ამით რომ ეს არის რეჟიმი, ანუ ამიტომ მიიჩნევთ, რომ შეიძლება ჩაერიოს სხვა ქვეყანა. არც ერთ შემთხვევაში, არც ერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს. ქვეყნის სუვერენიტეტი არ უნდა დაარღვიოს. დატახვედელიანის გულწრფელობა ალბათ ისეთივე სანდოა, როგორიც მისი ქვეყნიდან გაქცეული ლიდერის სახელმწიფოებრივი მიდგომა. ხალხის ძალისთვის ობიექტური ჭეშმარიტებაა ის, რაც კონგრესის იურიდიული კომიტეტის ანგარიშში წერია. ამიტომაც ამ პარტიაში მიიჩნევენ, რომ დროა საქართველოს მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები დასრულდეს. ის რასაც საქართველოს უკიჟნებდა, რომ ვითომდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ახშობს გამოხატვის თავისუფლებას. სინამდვილეში სწორედ ამ ანგარიში დავწყვეტით, რომ სწორედ ეს ძალები არის ევროკომისიის ბიუროკრატების საშუალებით, რომლებიც აწესებენ ცენზურას, ასევე არჩევნებში უხეშად ჩარევა იმ ძალების სასარგებლოდ, რომლებიც მათთვის არის მისაღები. ეს ყველაფერი სახელისუფლებო პარტიისთვის ბრიუსელის მხრიდან დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების ღალატია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მანკიერი პრაქტიკა საკუთარ თავზე გამოსცა და ევროსტრუქტურების მიერ სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის მასშტაბი ქართული ოცნებისთვის მაინც შემაშფოთებელია. თბილისში ახლა ერთი მთავარი კითხვა აქვთ. როდესაც ჩვენ ხედავთ ევროკომისია, ბრიუსელი, ერევა ასე უხეშად დემოკრატიულ პროცესებში, შიდა პოლიტიკაში, მაშინ სად არის დემოკრატია, სად არის ევროპული ღირებულებები, სად არის ის კანონის უზენაესობა, რასაც ბრიუსელი ცდილობს, რომ წაუკითხოს ხოლმე სხვა სახელმწიფოებს. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ევრობიუროკრატებმა უღალატეს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, მაშინ, როდესაც მათ ჩვევად გაიხადეს სხვადასხვა სუვერენულ ქვეყნებში არჩევნებში ჩარევა და ამით საკუთარი დღის წესრიგის გატარება. ვფიქრობ, ესეთ ადამიანებს აქვთ პასუხისმგებლობა ასაღები. თბილისი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ევროკავშირის მანკიერი პოლიტიკის მხილება დაიწყო. პროცესის სიმძიმეს ამბის მთავარი მოქმედი გმირებიც განსაზღვრავდნენ. ევროსტრუქტურების ხელმძღვანელები და ევროკავშირის ელჩი ბოლო 4 წელია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის პიონერები არიან. LGBT პროპაგანდის საწინააღმდეგო მოსაზრებები ევროპული ცენზურის ზეწოლის პირობებში სოციალურ მედიაში იბლოკებოდა. ასე მაგალითად ცენზურას დაექვემდებარა და სიძულვილის გამოხატვად შეფასდა ფრაზა ბავშვები ვერ იქნებიან ტრანსები. რის ნორმალიზებას ცდილობს ევროკავშირი? ანა ბერძენიშვილის სიუჟეტი. არსებობს მხოლოდ ორი გენდერი. ბავშვები ვერ იქნებიან ტრანსები. უნდა შევაჩეროთ ახალგაზრდებისა და ბავშვების სექსუალიზაცია. LGBT პროპაგანდის მოწინააღმდეგეებს ევროკავშირი ცენზურას უწესებდა. პლატფორმა TikTok-ზე სიძულვილის სცენის გავრცელების მოტივით შენიღბეს და შემდეგ დაბლოკეს ყველა ის კომენტარი, რომელიც მათ იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა. ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა ევროკავშირს ამხელს, რის ნორმალიზებას ცდილობენ ევრობიუროკრატები. კითხვა ევროპარლამენტშიც გაჩნდა.
არჩევნების წინ ისეთი განცხადებები, როგორიც ამ მხოლოდ ორი სქესი არსებობს. ბავშვები არ შეიძლება იყვნენ ტრანსგენდერები და შეწყვიტეთ ბავშვების სექსუალიზაცია. სიძულვილის ენად იქნა მიჩნეული. თუ ეს სიძულვილია, მაშინ კონკრეტულად რის ნორმალიზებას ცდილობს ევროკავშირი? ევროკავშირის მხრიდან დაწესებული ცენზურა მძიმე ტენდენციებს ადასტურებს. პროგნოზირებადი საფრთხე და კონკრეტული ჯგუფების მხრიდან LGBT იდეოლოგიის გავრცელების მცდელობას სახელმწიფო გუნდმა კანონი ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაუპირისპირა, რომლის მიზანი ოჯახისა და არასრულწლოვანთა დაცვაა. ჩვენთვის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. თქვენ ხედავთ, რომ ძალიან მძიმე ტენდენციები არის ჩამოყალიბებული ევროკავშირში, რაც არის ჩვეულებრივი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი. და ამას ვერ ექნება, რა თქმა უნდა, კეთილი ზრახვები. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები, გახსოვთ რამხელა აჟიოტაჟი მოყვა ჩვენი პარლამენტის მიერ კანონის მიღება ამ თემებთან დაკავშირებით, ბუნებრივია ასეთ თემებთან დაკავშირებით ბოლომდე დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს. მაშინ როცა ევროკავშირი ცენზურის დაწესებას ცდილობს, როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივ ფაქტ-ჩეკერებს ეყრდნობა. საქართველოში ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ეს ჯგუფიც რადიკალებთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება. მათ შორის არის სერგი კაპანაძის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია გრასი. ქართული ფაქტ-ჩეკები იყო ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრებისაგან ან მათი, ასე ვთქვათ, მიმდევარი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელში. და ბუნებრივად ხდებოდა სწორედ ამ მიმართულების იდეოლოგიური სტანდარტების დამკვიდრება. როდესაც ხდება მხილება იმისა, რომ ხდებოდა ცენზურა, მათ შორის სიტყვის და თავისუფლად გამოხატვასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს არ გვიკვირს, იმიტომ რომ ჩვენ ეს პერიპეტიები რო ვიტყვიან, ჩვენ ზურგზე გამოვცადეთ. ცდილობა რომ დაბლოკონ ყველაფერი ის, რაც მათ არ აწყობს Deep State-ს, პრაქტიკულად ავლენს ევროკავშირში არსებული სიძულვილის მიმართ და Deep State-ის პოლიტიკის განხორციელების მიმართ ლოიალურ და მაამებლურ მოცემულობას და ეს ყველაფერი ძალიან ადვილად ესადაგება იგივე საქართველოში არსებულ იმ რაღაცა მოძრაობებს, რომლებიც ცდილობდნენ მედია საშუალებებში ყველაფერი მათთვის არასასურველი მოენათლათ რუსულად. ევროკავშირის სქემა თავად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა. ეწინააღმდეგებიან და ბლოკავენ ყველაფერს, რაც მათ იდეოლოგიას ეწინააღმდეგება. საქართველოს სუვერენიტეტის, ტრადიციებისა და მოქალაქეების ინტერესების დასაცავად კანონები უკვე მიიღო. სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას ვეღარ შეძლებენ. ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას არ აქვს ვალდებულება ევროკავშირის სანქციები დაიცვას. ამას აცხადებს დევიდ ოსალივანი, ადამიანი, რომელსაც ევროკავშირის მიერ სანქციების აღსრულებაზე კონტროლი ევალება. რატომ მოითხოვდნენ საქართველოსგან არასავალდებულო და თვითდამაზიანებელ გადაწყვეტილებებს? კეთი გრიგორაშვილის სიუჟეტი. ვალდებულების არარსებობის მიუხედავად საქართველოში ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდისავლა არასდროს მომხდარა. ფაქტს არაერთი მონიტორინგის შედეგი ადასტურებს, თუმცა ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას სანქციების შესრულების ვალდებულება რომ არ აქვს, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს. მსოფლიოში არც ერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა არ არის ვალდებული, რომ ჩვენს მიერ დაწესებული სანქციები დაიცვას. იმას, რასაც დევიდ ოსალივანი დღეს ადასტურებს, ხელისუფლება ჯერ კიდევ გასულ წელს ამბობდა. პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ, ყველა კრიტიკოს ახსენებდა, რომ სანქციების გვერდის ავლის აღკვეთა მხოლოდ საქართველოს კეთილი ნება იყო. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის აღკვეთა არა საქართველოს ვალდებულება, არამედ ჩვენი კეთილი ნება. პრემიერ-მინისტრი ევრობიუროკრატების მხრიდან იმ ზეწოლაზე ლაპარაკობს, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნაში გამოიხატებოდა. სანქციების, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ვარდნას გამოიწვევდა. თავის დროზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა საქართველოს მიმართ და თქვენ გახსოვთ, რომ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაშიც კი ჩაიწერა ეს ყველაფერი, ჩვენგან პირდაპირ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, შემოღებას რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაშინ როდესაც რუსეთს ვერავითარ ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა ასეთი თეორიული სანქციები, ჩვენი წილი რუსეთის ვაჭრობაში არის 0.3%. პირიქით, რა თქმა უნდა, სანქციების დაწესება მათი მხრიდანაც გამოიწვევდა სანქციების დაწესებას და ამ შემთხვევაში ამას ექნებოდა ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი, ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა იყო მოსალოდნელი ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში და წარმოიდგინეთ, ამას ითხოვდნენ ჩვენგან ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები და თავის დროზე ამერიკული ბიუროკრატია.
დემოკრატიის წარმომადგენლები, რასაც ვერ გავაკეთებდი ჩვენ საკუთარი ხელით, ვერ დავაზიანებდი ჩვენი მოსახლეობის საერთო ინტერესებს. მმართველი გუნდის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა სანქციებთან მიმართებით სწორი, ხოლო ევრობიუროკრატების მოთხოვნები პოლიტიკური მიზნით ნაკარნახევი იყო. გავიხსენოთ კაია კალასის გამოსვლაც, რომელიც ამბობს, რომ თუმე ახლა სწავლობს რეგიონებს და წიგნებს კითხულობს რეგიონებთან დაკავშირებით, იმ რეგიონებზე, რომელზეც ბედსაც სამწუხაროდ წყვეტს. მე ქალბატონ კაია კალასაც და ყველას მოუწოდებ, მანამ სანამ რაიმე ტიპის მოთხოვნებს დააყენებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მისამართით, მანამდე კარგად გაეცნონ ჩვენ რეგიონს, ჩვენ სპეციფიკაც და მათ შორის იმ პრინციპებს, რომლებსაც საქართველო პირნათლად აღასრულებს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სანქციების საკითხით манипуляცია ოპოზიციის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა. რადიკალები მოსახლეობას იმასშიც არწმუნებდნენ, რომ სანქციების არ შესრულება საქართველოს დასანქცირების საფუძველი გახდებოდა. მათ ყალბ ნარატივს წერტილი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განმარტებამ დაუსვა. ნეიტრალური საქართველო ევროინტეგრაციის შესახებ დისკუსიას მოითხოვს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის საგარეო კურსი პრობლემურია. პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირში გაწევრების გაცხადებული მიზანი, ჯანსაღი დისკუსია კი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება. მარიამ ბუღაძის სიუჟეტი. იმ ფონზე, როცა ევროკავშირმა ევროპული ღირებულებები დაივიწყა, სხვადასხვა ქვეყნებმა და მათ შორის ამერიკამ ევრობიუროკრატები რადიკალურ ქმედებებში ამხილა. საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი განხილვის საგნად იქცა. ერთიანი ნეიტრალური საქართველო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ახალ მსოფლიო რეალობაში ევროკავშირისკენ სვლა საქართველოს სუვერენიტეტს და სამშვიდობო პოლიტიკას აზიანებს. პარტიას საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური დისკუსიის დაწყება სურს. ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტები რჩება იმ მსოფლიო წესრიგის შესაბამისი, რომელიც ჩვენს ვალწინ დაინგრა და წარსულის კუთვნილება გახდა, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ევროილუზიიდან, რომელიც არის საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის. ერთიანი ნეიტრალური საქართველოსთვის მიუღებელია ფაქტი, რომ ევრობიუროკრატები საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევიან. პარტიაში მიაჩნიათ, რომ სუვერენული სახელმწიფო გადაწყვეტილებებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა იღებდეს. ამიტომ სატელევიზიო დებატების ფარგლებში ერთიან ნეიტრალურ საქართველოს სურს მხარეებმა იმსჯელონ, რა უფრო უკეთესია ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის. შეერთებულმა შტატებმა რეალურად ამხილა ევროკავშირი იმ მაქინაციებში, იმ კორუფციულ გარიგებებში, იმ ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევის საკითხებთან დაკავშირებით. არ ვფიქრობთ, რომ ვინმესთან რამე კავშირები გავწყვიტოთ. უბრალოდ ჩვენ არ გვინდა რომ ვიყოთ ბლოკის წევრები, არ გვინდა რომ ვიცხოვროთ ვიღაცის კანახის მეშვეობით და ვიღაცების მითითებით. ჩვენ გვინდა რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ საზოგადოებას სჭირდება. სახელისუფლებო გუნდი, რომელიც კონსტიტუციის ერთგულია, აცხადებს, რომ საქართველოში როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოში დებატების გამართვა საზოგადოებისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე შესაძლებელია. თუმცა მკაფიოდ განიმარტა, რომ ქვეყანა რჩება ევროინტეგრაციის პროცესის ერთგული. საქართველოს მიზანია ევროპა იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს დაუბრუნდეს, რომლის ირგვლივაც თავის დროზე ევროკავშირი ჩამოყალიბდა. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია ის, რომ მივდივართ ევროკავშირისკენ, თუმცა მივდივართ მტკიცედ, მივდივართ იმ ღირებულების დაცვით, რომელიც ქართველი ხალხისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მომდინარე ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არის ობიექტური, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ აქვს გაცხადებული მიზანი საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით, ნებისმიერი საკითხი შეუძლია რომ დააყენოს დღის წესრიგში. ჩვენი იმ სტანდარტებიდან გამომდინარე ვშელობთ აი ამ კურსის შენარჩუნების საჭიროების შესახებ, რაშიც საზოგადოების ინტერესიც არსებობს. საუბრები, ჯანსაღი მსჯელობა და ღია დისკუსია ყველა საკითხზე შესაძლებელია, თუ მხარეები საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს პატივს სცემენ. ასეთია მთავრობის მეთაურის პოზიცია. ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია გამართოთ დისკუსიები. მთავარია რომ ელემენტარული პრინციპები იყოს დაცული. მას შორის ერთ-ერთი პრინციპია ბუნებრივია კონსტიტუციური წესრიგის აღიარება. საუბარი იმაზე ხო არ არის რომ დავუშვათ გინდა თუ არა უნდა გადავხედოთ ჩვენს კონსტიტუციურ ამოცანას. აქ საუბარია იმაზე რომ ყველაფერს აქვს თავისი პლუს მინუსები და ამაზე შეიძლება შედგეს ჩვეულებრივი ჯანსაღი მსჯელობა, რა პლუს მინუსები აქვს კონკრეტულად მაგალითად ევროინტეგრაციას. შედგება თუ არა პოლიტიკური დისკუსია უცნობია, თუმცა ცნობილია და საქართველოს კონსტიტუციითაც გამტკიცებულია ფაქტი, რომ ქვეყნის საგარეო კურსი უცვლელი რჩება.
IT სექტორის ბრუნვა 4 წლის განმავლობაში 10-ჯერ გაიზარდა. მზარდია დასაქმებულთა რაოდენობაც და მათი შემოსავალიც. სექტორის მხარდასაჭერად მთავრობას საშეღავათო პროგრამები აქვს. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია სარგებლის მისაღებად და ასევე რა ამოცანა აქვს სახელმწიფოს 2030 წლისათვის ნინი ჩუბინიძე კი ამბობთ. კომპანია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საძიებო სისტემით დამსაქმებლებს კადრების შერჩევის პროცესს უმარტივებს და მხოლოდ ვაკანსიისათვის შესაფერის რეზიუმებს არჩევს, ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელმაც საქართველოში პირველი ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მოიპოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტარტაპი სახელმწიფო პროგრამით ისარგებლებს და 3 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდის. აღებული გვაქვს ტექნოპარკის 150,000 ლარიანი ინოვაციების გრანტი, ასევე მოპოვებული გვაქვს სხვადასხვა ტიპის დაფინანსებები და ყველაზე ბოლოს ავიღეთ $1 მილიონ ინვესტიცია საერთაშორისო ვისი ფონდებისგან. კომპანიამ რომ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მოიპოვოს და მთავრობის საშეღავათო პროგრამებით ისარგებლოს, აუცილებელია იყოს მაღალტექნოლოგიური და გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული. კერძო ინვესტიციის სახით კი მინიმუმ 100,000 ლარის მოზიდვა შეძლოს. ჩვენ მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ იმას, რომ ქართული სტარტაპები ძალიან სწრაფად განვითარდნენ, გავიდნენ გლობალურ ბაზარზე და ამით უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა. ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარების ფარგლებში მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება. ამას ადასტურებს მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2020-24 წლებში საქართველოს ეკონომიკაში IT სექტორის ბრუნვა 10-ჯერ გაიზარდა. გაუთხმაგდა დასაქმებულთა რაოდენობა. ამ სფეროში შრომის ანაზღაურება კი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. საქართველოს მთავრობა ბოლო თითქმის 10 წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად უწყობს ხელს სხვადასხვა ინსტრუმენტებით, სხვადასხვა პროგრამებით სტარტაპების და ერთიანად მთლიანობაში ეკოსისტემის განვითარებას. ეს გამოიხატება მათ შორის მთელ რიგ ძალიან მნიშვნელოვან საგრანტო პროგრამებში, დასავლური აქსელერატორების შემოყვანაში ქვეყანაში. საშეღავათო მექანიზმის მიზანი ქვეყნის რეგიონალურ ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბება, რომელიც მსხვილ საინვესტიციო ფონდებს მოიზიდავს. 2030 წლისთვის პროგნოზი ასეთია: აქტიური სტარტაპების რაოდენობა 2,000 გაუტოლდება, დასაქმებულთა მაჩვენებელი კი 26,000-მდე გაიზრდება, ხოლო სტარტაპების მიერ მოზიდული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 11 მილიარდ ლარს მიაღწევს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველა მწარმოებელს დაიცვან კანონით განსაზღვრული წესები. დაზიანებული ინფრასტრუქტურის და სანიტარო-ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო სამტრედიაში ორი საწარმო დაილუქა. თამარჩიკვატია სიუჟეტი. არალეგალური საწარმო და დარღვევები ყველის დამზადების პროცესში. სამტრედიაში ობიექტი ამ დროისთვის დალუქულია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს კრიტიკული შეუსაბამობები და დალუქეს სურსათი, რომელიც ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით მზადდებოდა. გამოვლენილი იქნა ნედლირსის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო, რომელიც საქმიანობას ეწეოდა ბიზნეს ოპერატორად რეგისტრაციის და აღიარების გარეშე. საწარმოში ჩატარებული იქნა არაგეგმური ინსპექტირება, გამოვლენილი იქნა კრიტიკული შეუსაბამობები. დარღვევები გამოვლინდა სამტრედიის კიდევ ერთ არარეგისტრირებულ საწარმოში. ინსპექტირებისას გამოვლინდა, რომ არ ტარდებოდა სათანადო რეცხვა დეზინფექცია, დაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა, ობიექტზე დარღვეული იყო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ეტიკეტირების წესი. პროდუქტი დაილუქა, ბიზნეს ოპერატორები კი დაჯარიმდნენ და შეუსაბამობის აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. ფიზიკური პირის საქმიანობას ეწეოდა რეგისტრაციის გარეშე, ასევე აღიარების გარეშე, კონტროლის ფარგლებში საწარმოში გამოვლენილი იქნა როგორც კრიტიკული, ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები. შესაბამისად, მავნეს სურსათი დალუქული იქნა და განადგურდება შესაბამისად ბრძანების საფუძველზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობა უკანონო და ჯანმრთელობისთვის საშიში საწარმოების აღმოჩენისა და რეაგირებისთვის გრძელდება. სააგენტო ბიზნეს ოპერატორებს მიმართავს და მოუწოდებს მათ დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები. არალეგალური წარმოებები ერთის მხრივ არასრულებენ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს, ხოლო მეორეს მხრივ არაკონკურენტულ გარემოში აყენებენ კეთილსინდისიერად მომუშავე ბიზნეს ოპერატორებს. სააგენტო მოუწოდებს კიდევ ერთხელ მათ, ვინც კიდევ ახორციელებენ უკანონო საქმიანობას, დროულად მოახდინონ საკუთარი ბიზნესის კანონის ჩარჩოებში მოქცევა, ვინაიდან მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში მიდგომა იქნება მკაცრი. სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობა რიცხვებში ასეთია. მხოლოდ 1 წლის განმავლობაში რძის 63 არალეგალური საწარმო გამოვლინდა. ხვის ყველა ამბავს ნახავთ იმედი ნიუს წერტილი ჯიზე 23 საათზე იმედი ლაივი დაიწყება ნახვამდის.